დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანს წარმოადგენს თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული პაციენტებისათვის შექმნას ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. თირკმლის ტერმინალური უკმარისობა ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის საკმაოდ მძიმე დაზიანებაა, როცა თირკმელი კარგავს თავის ფუნქციას, მის ძირითად ფუნქციას, ფილტრაციას. ეს საკმაოდ მძიმე სიმპტომებით გამოიხატება პაციენტებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად იქნეს შერჩეული მკურნალობის მეთოდი და პაციენტმა სწრაფად დაიწყოს მკურნალობა. მკურნალობის მეთოდს სწორედ წარმოადგენს თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც ორი მეთოდით ხორციელდება, ეს არის ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი. სახელმწიფო პროგრამა ორივე ამ მეთოდს აფინანსებს, ასევე მნიშვნელოვანია ნიშნავს ბოდიში ეს განმარტავთ. სამედიცინო ენა ცოტა რთული არის და ამიტომ კი ბატონო, განმარტოთ. ჰემოდიალიზი ეს არის პროცედურა. ჰემოდიალიზის დროს წინასწარ ხდება პაციენტის მომზადება ქირურგიული მეთოდით, უნდა მომზადდეს მისი სისხლძარღვი, ან რომელიმე მსხვილ სისხლძარღვში ჩაიდგას გრძელვადიანი კათეტერი და შემდეგ ამ კათეტერიდან სპეციალური მაგისტრალების მეშვეობით პაციენტის სისხლი შეედინება აპარატში, რომელსაც ეწოდება სწორედ ხელოვნური თირკმელი. ეს აპარატი ასრულებს თირკმლის ფუნქციას. პროცედურა არის საკმაოდ ხანგრძლივი, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და პაციენტთა უმრავლესობას სტანდარტულად ეს პროცედურა ექიმების მიერ ენიშნება კვირაში 3-ჯერ. ანუ კვირაში 3-ჯერ, როცა ჰემოდიალიზის მეთოდით მიმდინარეობს პაციენტის მკურნალობა, პაციენტს კვირაში 3-ჯერ უწევს კლინიკაში ვიზიტი 4 საათიან პროცედურაზე. სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს სრულად ამ პროცედურას, ამ პროცედურასთან დაკავშირებულ დიაგნოსტიკურ კვლევებს, მედიკამენტებს და ასევე ექიმების კონსულტაციას. ასევე სახელმწიფო აფინანსებს მანამდე რომ ვახსენეს სიძარღვოვანი მიდგომით უზრუნველყოფა ქირურგიული მეთოდით, ეს რამდენიმე მეთოდი არსებობს, ამასაც აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა. მეორე მეთოდი ეს არის პერიტონეული დიალიზი, თქვენს კითხვას რომ ვუპასუხოთ. ამ პროცედურის ჩატარება პაციენტს შეუძლია ბინაზე. შედარებით უფრო მარტივი პროცედურაა. შედარებით უფრო მარტივია, თუმცა მომზადება არ არის მარტივი, იმიტომ რომ პერიტონეული დიალიზის დროს წინასწარ მუცლის ღრუში ხდება კათეტერის ჩანერგვა. ამ პროცედურას პაციენტები იტარებენ ბინაზე ყოველდღიურად, მაგრამ ამას ის უპირატესობა აქვს, ამ მეთოდს ექიმი არჩევს, ცხადია, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ მეთოდს ის უპირატესობა აქვს, რომ პაციენტი იმყოფება ბინაზე, მხოლოდ თვეში ერთხელ უწევს კლინიკაში ვიზიტი, რომ უზრუნველყოფილი იყოს აი მხსნარებით, რომლის მეშვეობითაც ხდება აი ეს ძალიან კარგია ბინაზე, როდესაც ხდება მკურნალობა, თუმცა რეგიონებშიც ხომ არის ამის შესაძლებლობა, ან პაციენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ შესაძლებლობა იმის, რომ რა ხდება რეგიონებში? ძალიან კარგია, რომ შეეხეთ ამ საკითხს, ვინაიდან რაც ვახსენეთ ჰემოდიალიზი აი ამ ჰემოდიალიზის განხორციელების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენი სამინისტროსთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ვინაიდან როგორც ვთქვით, კვირაში 3-ჯერ 4 საათით პაციენტს უწევს კლინიკაში ვიზიტი. სულ რამდენიმე წლის წინ, აი 2-3 წლის წინ მაღალმთიან რეგიონებში არ იყო ეს სერვისი ხელმისაწვდომი და დიდ ქალაქებში უწევდათ პაციენტებს სიარული. დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 50 ცენტრშია შესაძლებელი, პრაქტიკულად 38 ქალაქში არის შესაძლებელი. კი, ყველა მაღალმთიან რეგიონში, მესტიაში, ყაზბეგში, ამბროლაურში, ცაგერში, აი ბოლო წელიწადნახევარში დაემატა 12 ცენტრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ პაციენტებისთვის, რომ საცხოვრებელთან ახლოს კონდეთ სერვისის ჩატარების შესაძლებლობა. ბუნებრივია, ხელმისაწვდომობა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანია, კი ბატონო. აი სტატისტიკა როგორია 2025 წლის აი ბენეფიციართა რაოდენობა და დაფინანსება როგორ მოხდა? კი ბატონო, დიალიზი ზოგადად უფრო ცოტა არის, მით უფრო კარგი თავისთავად, ხო, მით უფრო მეტი ჯანმრთელი ადამიანი გვეყოლება, მაგრამ კი ბატონო, თუმცა სტატისტიკურ რაოდენობა რომ იზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელმისაწვდომობაც იზრდება და გამოვლენაც იზრდება და უფრო ისეთ სტადიაზე ხდება დაყვანა ამ თირკმლის ჩანაცვლების თერაპიაზე, როცა უფრო შედეგიანია და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლის ხარისხი შენარჩუნებულია უკეთესად.
დღევანდელი მდგომარეობით 3600 პირამდე არის ჩართული დიალიზის პროგრამაში. ეს ერთ-ერთი მსხვილ ბიუჯეტიანი სახელმწიფო პროგრამაა, 48 მილიონია 25 წლის ბიუჯეტი. ბატონო მაგდა, ბოდიშ ჩაგეკითხებით, როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა? ანუ ესეც რომ ვუთხრათ. კი ბატონო, ამას გეტყვით, ესეც ერთ-ერთი გამოწვევა იყო პროგრამაში რეგისტრაცია ჩვენი სამინისტროსთვის. დაახლოებით 2 წლის წინ პაციენტი უნდა მისულიყო ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ფიზიკურად, ან პაციენტი, ან მისი წარმომადგენელი ფიზიკურად ქაღალზე დაეწერა განცხადება, შემდეგ ეს განცხადება განიხილებოდა და პასუხის შემდეგ შეეძლო ჩართვა. ეს რამდენიმე დღეს მოიცავდა, დიდხანს არა, მაგრამ მაინც ეს არის კომფორტული პაციენტისთვის. დღეს უკვე დაახლოებით 2 წელია აეწყო ელექტრონული პლატფორმა სპეციალური. პაციენტს უკვე შეუძლია აბსოლუტურად თავისუფალია პაციენტი არჩევანში, მან შეუძლია თავის საცხოვრებლის მიხედვით ან ექიმის მიხედვით შეარჩიოს სამედიცინო დაწესებულება, მივიდეს, იქიდან პირდაპირ ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით რეგისტრაცია. პაციენტი იღებს თავის სატელეფონო ნომერზე 4-ნიშნა SMS-კოს, გაუზიარებს კლინიკის წარმომადგენელს და ავტომატურად, იმავდროულად ხდება უკვე, რაც ჩამოვთვალეთ, ყველა იმ სერვისის მიღება ავტომატურად შეუძლია იმ წუთიდანვე კლინიკაში მისვლისთანავე დაიწყოს. ნებისმიერ შეუძლია ამ გზით მიიღოს ეს დაფინანსება. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ამ გზით მიიღოს. და ამ ყველა მომსახურებას თქვენს აღნიშნეთ, სახელმწიფო აფინანსებს სრულად 100%-ით თანაგადახდის გარეშე. მინდა კიდევ ჩვენ ახლა ვახსენეთ თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის მეთოდები. თუმცა თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, რომელსაც ასევე ეს პროგრამა აფინანსებს. მოგეხსენებათ, საქართველოში კანონმდებლობით დაშვებულია მხოლოდ ცოცხალი დონორიდან ორგანოს გადანერგვა. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა იხდის დონორის ოპერაციის ღირებულებისაც და რეციპიენტის ოპერაციის ღირებულებისაც, სრულად იხდის ამ მომსახურების და პოსტოპერაციული მოვლის ხარჯებსაც. აი სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, ხშირად საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტებით სჭირდება აი ამ დაავადებას. მათთვის რაც მოიცავს ეს პროგრამა, მათთვის რა ნაწილს აფინანსებს? ამავე პროგრამით არის გათვალისწინებული ორგანოგადანერგილი პაციენტებისათვის სპეციალური ძვირადღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა. საქართველოში ორგანოგადანერგილ ყველა პაციენტს შეუძლია მიიღოს ეს მედიკამენტები, საკმაოდ ხანგრძლივად სჭირდებათ მათ ამ მედიკამენტებით მკურნალობა. ასევე აქ მინდა დავაზუსტო ჩვენი ბენეფიციარებისთვის, რომ ორგანოგადანერგილი მედიკამენტების მიღება შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მათი ორგანოს გადანერგვა განხორციელდა თუ არა საქართველოში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. მედიკამენტს იღებს ნებისმიერი პაციენტი საქართველოს მოქალაქე. მედიკამენტების ღირებულება საკმაოდ ძვირია. დღეს დაახლოებით 600 პაციენტი მედიკამენტის მიმღებია და უკვე დღევანდელი მდგომარეობით 1.200.000 ლარის მედიკამენტი არის გაცემული ამ პაციენტებზე. არასრულწლოვნებზეც თუ რამე არის განსაკუთრებული ან განსხვავებული რა შეიძლება ვთქვათ, ხო? იცით როგორ არის ჩვილი ბავშვებისთვის ჰემოდიალიზის მეთოდი ნაკლებად არის გათვალისწინებული. როგორც წესი, თუ არასრულწლოვანს აღმოაჩნდება ასეთი მძიმე დაავადება თირკმლის, როგორც წესი ცდილობენ ხოლმე, რომ წაიყვანონ პირდაპირ გადანერგვისთვის, ანუ პირდაპირ გააკეთონ ორგანოს გადანერგვა, დიახ. ამაზე ან უფრო ხშირად გავრცელებულია პერიტონეული დიალიზით მიდგომა, ვინაიდან მოგეხსენებათ ახლა 4 საათი ბავშვის გაჩერება არ არის, ხო, თუმცა ყოფილან ასე, თუმცა საბედნიეროდ ბავშვი არ არის. დიალიზის და აი გადანერგვის შემთხვევაში ხო ორი განსხვავებული პროცედურაა, ხო? მედიკამენტებიც განსხვავდება სავარაუდოდ, ხო? დაფინანსებაც ამ შემთხვევაში იგივე იქნება, რაც გადანერგვის შემთხვევაში იგივე იქნება აქაც, ხო? დიალიზის დროს. რაც ვახსენეთ მედიკამენტები, ეს მედიკამენტები, იმუნოსუპრესორული მედიკამენტები, ეს სჭირდება ორგანოს შემდეგ.
გადანერგილი ორგანოს შემდეგ პაციენტს. დიალიზის შემთხვევაში დიალიზის შემთხვევაში სხვა მედიკამენტებია და ჰემოდიალიზის და პერიტონეული დიალიზის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სახარჯი მასალა, ის მაგისტრალები და დიალიზატორები, რომლის მეშვეობითაც უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზის პროცედურა. რასაკვირველია, ამ ყველაფერს უზრუნველყოფს სახელმწიფო სრულიად უსასყიდლოდ ჩვენი პაციენტებისთვის.